ჯანმრთელობა ცვლად იწონა სწორობა, რომელიც ბევრ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ მე დღეს ერთ საინტერესო ფენომენზე, რიტმის ფენომენზე გესაუბრებით. ჩვენი ორგანიზმი რიტმის პრინციპით არის აგებული, ყოველ ჩასუნთქვას მოყვება ამოსუნთქვა, გული რიტმის პრინციპით მუშაობს, შეგუმშვა სისტოლას მოყვება დიასტოლა და ასევე ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს აღმშენებლობა და დაშლა. ასიმილაცია, დისიმილაცია. გარემოშიც, რომელშიც ვართ ინტეგრირებული, მუდმივად ცვლად იწონა მდგომარეობა რიტმის თვალსაზრისით, გათენებას მოყვება და აღარება სისამოსვლას მოყვება მზის ჩასვლა წელიწადის დროებით რიტმის პრინციპით იწვრებიან გაზაფხულის ზამთრის შემოდგომა ზამთარი. სწორედ აი ამაზე მინდა გაგამახვილებინოთ ყურადღება. თუ ჩვენ წელს სწორად დავგეგმავთ, გაზაფხულის სხვა სასიცოცხლო ძალებია, ზაფხულში სხვა მოცემულობაა და ასევე ყურადღებას მივაქცევთ წლის დღესასწაულებს, ყურადღებას მივაქცევთ, რომ 11 თვის მუშაობის შემდეგ ზაფხულში თუ შემოდგომით სწორად დავისვენოთ, სწორად მოხდეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ამოსუნთქვა, ასევე თუ მნიშვნელობას მივაქცევთ კვირის სწორ დაგეგმარებას, რომ 5 დღიანი სამუშაო კვირის პირობებში შაბათი კვირა იყოს კარგი განტვირთვა, კარგი დასვენება მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენი საყვარელი საქმიანობის კეთება, მოგზაურობა და ასე შემდეგ. ასევე თუ ყურადღებას გავამახვილებთ დღის სწორ დაგეგმარებაზე, რომ დილით უფრო აქტიურები ვართ შემოქმედებითად, საიცოცხლო ძალები უფრო მეტია, ამიტომ ის აქტივობა, რომელიც მეტ ძალისხმევას მოითხოვს დღის პირველ ნახევარში, განახორციელოთ, შუა დღეს კარგი შესვენება, კარგი ამოსუნთქვა და საღამოს რთული სამუშაო დღის შემდეგ სწორად მოვახერხოთ დასვენება, სწორი რელაქსი. იქნება ეს ფეხით-სიარული, მედიტაცია, ლოცვა, სასიაოვნო მუსიკის მოსმენა და ასე შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია კვების და ძილ-ძილის რიტმი, რომელსაც შემდეგ ვიდეოებში მოგიყვებით. თუ ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას რიტმების სწორად ორგანიზებას, ჩვენი ჯანმრთელობის გამომუშავებისათვის ორგანიზმს საუკეთესო პირობები შეექმნება. გისურვებთ ჯანმრთელობას.